საკმაოდ აშკარაა, რა უნდა აკეთებდეს ტანკის დანაყოფი, არა? ამ დანაყოფს ხავს ტანკები, მინიშნება სახელშია. ის იყენებს ამ ტანკებს, რათა მიწაზე მყოფ სხვა დანაყოფებს ჯავშანსა და ცეცხლის მხარდაჭერას გაუწიოს. მაგრამ რა ხდება, როცა ტანკის დანაყოფებს ტანკები აღარ აქვთ? რუსეთი ამ კითხვაზე პასუხს ახლა იგებს, რადგან პუტინმა მიიღო გიჟური გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ტანკის დანაყოფები ბრძოლაში ჩაყაროს იმ ტექნიკის გარეშე, რომლის გამოყენებაშიც ისინი უნდა იყვნენ ოსტატები. პუტინის არმია სიკვდილის პირასაა. სიგიჟემ დაიპყრო ყველაფერი, რადგან რუსეთის ტანკის დანაყოფები ახლა ბევრად უფრო ბოროტ მტერს ებრძვიან, ვიდრე თავად უკრაინა. ეს მტერი მათი საკუთარი მეთაურებია. 13 აპრილის სტატიაში ევრომაიდან პრესამ გაამხილა, რომ რუსეთს იმდენად ეშინია თავისების ტავის ტანკების წინახაზზე გაგზავნის, რომ ისინი რაც შეიძლება შორსკალს შეკავებული. უკრაინის მომაქდინებელი დრონები იმდენად დიდი საფრთხე გახდა, რომ ამ ტანკებს გაუჭირდათ მათთან გამკლავება. ასე რომ მეთაურები არჩევანის წინაშე დგანან. მაინც მიაწოდონ ჯავშან ტექნიკა თავიანთი ტანკების ნაწილებს, მაშინაც კი თუ ეს ჯავშანი მათ სამიზნედ აქცევს. თუ გაგზავნონ ეს ნაწილები ფეხით ან დაუჯავშნავი მანქანებით და იმედოვნონ, რომ უკრაინის დრონები მათ ვერ დაეწევიან და ნაწილებად არ ააფეთქებენ. როგორც ჩანს, რუსეთი მეორე ვარიანტს ირჩევს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ კრემლში სადღაც მყოფმა ანალიტიკოსებმა ფულადი მიზეზების გამო გადაწყვიტეს ტანკის დანაყოფებისთვის ჯავშან ტექნიკის წართმევა. ბოლოს და ბოლოს ტანკის დაკარგვა ძვირიჯდება. ტანკის ეკიპაჟის წევრი ჯარისკაცების დაკარგვა ბევრად იაფიჯდება. მაშ, მოდი გავუშვათ ისინი ბრძოლის ველზე იმ აღჭურვილობის გარეშე, რომელსაც მთელი სამხედრო კარიერის განმავლობაში იყენებდნენ. ეს რუსული სარდლობის გასაოცარი გადაწყვეტილებაა. მაგრამ როგორც მალე გაიგებთ, რუსეთის არჩევანში გარკვეული დამახინჯებული ლოგიკაა. მანამდე კი რუსეთის მიერ ტანკების ტანკური დანაყოფებიდან გამოტანის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გაერთიანებული ძალების სპიკერმა ვიქტორ კრაჰუბოვმა გაავრცელა. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი თავის ტანკებს ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრით, ანუ 12.4 მილით შორს აყენებს. ესეთია თანამედროვე ომის ბუნება. 20 კილომეტრიან განადგურების ზონაში ტექნიკა როგორც წესი ვერ გადის, განსაკუთრებით ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ამხელს კრაჰუბოვი. ის ამატებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, რათა თავისი ჯარისკაცები ფრონტთან და მის მიღმა მიიყვანოს, მაგრამ ეს სატრანსპორტო საშუალებები ხშირად კვადროციკლები და მოტოციკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტანკებზე სწრაფები არიან და ზოგჯერ უკრაინის დრონების თავიდან აცილებაც შეუძლიათ, ეს სატრანსპორტო საშუალებები არ არის ის, რითაც ტანკის დანაყოფები უნდა მოქმედებდნენ. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ჯავშანი. ერთი შეცდომა მართვისას სიკვდილს ნიშნავს. თუ მოტოციკლისტები რთულ რელიეფზე მოხდებიან, უკრაინის FPV დრონებს შეუძლიათ ზემოდან დაესხან თავს და გაანადგურონ ისინი. რუსეთი შეიძლება იცავდეს თავის ტანკებს, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჯარისკაცებს, რომლებსაც უშვებს სასიკვდილო ზონებში ყოველგვარი დაცვის გარეშე. ესეც კი არ არის ისე, რომ რუსეთის ტანკებს შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინის პოზიციებზე სროლით იმ ადგილიდან, სადაც რუსეთმა ისინი განათავსა. აი მაგალითად, რუსეთის T-90 ტანკები, ეს ძირითადი საბრძოლო ტანკები ითვლება მსოფლიოში საუკეთესოდ. თავად პუტინმა განაცხადა ეს, როცა ცდილობს დაარწმუნოს ყველა, ვინც მოусმენს, რუსეთის სამხედრო ძალის უპირატესობაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ T-90 საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა გადამწყვეტი ვერ არის, ისიც კი დიდად გამოსადეგი არ არის იმ მანძილზე, სადაც ახლა რუსეთი აყენებს თავის ტანკებს. როგორც National Interest არნიშნავს, T-80 125-მიანი გლუვლულიანი ქვემეხი, რომელსაც აძლიერებს ის, რასაც რუსეთი მომდევნო თაობის ცეცხლის მართვის სისტემად აცხადებს. ბორდზე დამონტაჟებული ინფრაცითელი სისტემები ეხმარება T-80-ს მიზნების უფრო მაღალი სიზუსტითა და დიდ მანძილზე დამიზნებაში, ვიდრე რუსეთის არსენალში არსებული სხვა ნებისმიერი ტანკი. ამ ყველაფრის წყალობით T-80-ს შეუძლია მტერზე ცეცხლის გახსნა 8 კილომეტრამდე მანძილზე. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჰეი, კიდევ მხოლოდ 12 კილომეტრია დარჩენილი, სანამ ამ ტანკებს რაიმე სარგებელი ექნებათ უკრაინის თავდაცვების გასანადგურებლად, როცა ისინი ასე შორს არიან ფრონტის ხაზიდან. ხომ ასეა რუსეთო? ამ დროისთვის შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეთ. უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი თავის ტანკის დანაყოფებს ბრძოლაში უშვებს ტანკების გარეშე, მაგრამ სწორედ ესაა მთავარი. ამას უკრაინა ამბობს. Trend Recent პროპაგანდა სპიკერისგან, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი რუსეთი, რაც შეიძლება სუსტად წარმოაჩინოს. არა და როგორ ვიცით ეს? მხოლოდ კრაჰუბოვი არ უსვამს ხაზს რუსეთის ტანკებთან დაკავშირებულ პრობლემებს. რუს სამხედროებს თავადაც ბევრი აქვთ სათქმელი საკუთარი ქვეყნის ტანკების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მათი ნათქვამი დიდწილად ემთხვევა იმას, რასაც თავად უკრაინა ამჟავნებს. 14 აპრილს ტელეგრამის არხმა, რომელსაც ვოენკა კოჩინოგი აკონტროლებს, გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო წერილი რუსი ჯარისკაცისგან. თუ არიცით ვინ არის კოჩინოგი, ის ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერია, რომელიც პუტინის უკრაინაში შეჭრის საბედისწერო გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ომს აქტიურად უჭერს მხარს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის პროპაგანდისტია, მაამებელი, ადამიანი, რომელზეც პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს ჩვეულებრივ შეუძლიათ დაეყრდნონ, რომ ყველაფერს ზუსტად ისე ითქვის, როგორც მათ სჭირდებათ, რათა რუსეთის ომი წარმატებულად გამოიყურებოდეს. ეხლა გადავხედოთ წერილს, რომელიც ამ პროპაგანდის გამავრცელებელმა 14 აპრილს გამოაქვეყნა. წერილი იცრება იმით, რომ ჯარისკაცი კოჩინოქს ეუბნება, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 110 ბრიგადის წევრი. კერძოდ ის მსახურობს ამ ბრიგადის სატანკო ბატალიონში და გადაწყვიტა ზუსტად გაამხილოს, რა ხდება ამ ბატალიონში ამჟამად. ფაქტობრივად ტანკები ახლა თითქმის აღარ მონაწილეობენ უშუალო ბრძოლებში.
და ასე ყოველ 2 ან 3 კვირაში ერთხელ ბატალიონის თითოეული ასეულიდან 2 კაცს ქვეითებში გადაიყვანენ და აგზავნიან შეტევით პოზიციებზე, გამაგრებულ პოზიციებზე, უპილოტო აპარატების მხარდასაჭერად, ამბობს ჯარისკაცი. რუსეთის ომის მიმდინარე მიდგომის მწვავე კრიტიკაში. შემდეგ ჯარისკაცი ამტკიცებს, რომ ტანკის ასეულებს, რომლებსაც 3 ოცეული უნდა ჰყავდეთ, ეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რეალობა ისაა, რომ ამ ოცეულების ბევრი წევრი უკვე უკრაინის დრონებმა გაანადგურეს, ხოლო ვინც დარჩა, მათ მალე სასაკლაოზე გაგზავნია. ხალხი მზადაა ბრძოლაში წავიდეს და თავისი სამშობლო დაიცვას, მაგრამ მე დანაშაულად მივიჩნევ, ასე განკარგო ტანკისტების სიცოცხლე. საბოლოო ჯამში ტანკისტები ქვეითები არ არიან, აცხადებს ანონიმური ჯარისკაცი. შემდეგ ის ადარებს იმას, რაც რუსეთის ტანკისტებს ემართებათ, ტირანიასა და განადგურებას, და კიდევ უფრო შორს მიდის და იმას, რაც რუსეთის ტანკურ ნაწილებს ემართებათ, უკანონო პრაქტიკად მოიხსენიებს. და შემდეგ რომ კიდევ უფრო გაამყაროს თავისი აზრი, წერილში ჩამოთვლილია 11 ტანკისტის სახელი, რომლებსაც ჯარისკაცი პირადად იცნობდა და ამტკიცებს, რომ ისინი ბოლო დროს დაიღუპნენ ან გაუჩინარდნენ, მას შემდეგ რაც შტურმის ნაწილებში გადაიყვანეს. გაითვალისწინეთ, ამას უკრაინა არ ამბობს, ამას ამბობს რუსი ჯარისკაცი, რომელსაც სიტყვას აძლევს პროპაგანდისტი, რომელიც ჩვეულებრივ რუსეთის არმიას აქებს. პუტინისთვის ეს იმგვარი ღალატია, რომელიც აიძულებს მას, რომ რუსეთში ყველა დაადუმოს, ვინც ხმამაღლა აზრის თმასაც კი ფიქრობს, ან როგორც მისი გარემოცვა ეძებს უახლოეს ფანჯარას, რომ კოჩინო კი გააცნოს. მაგრამ დანარჩენებისთვის ეს არის ჩახედვა რუსულ ფარდის მიღმა, მცირე შეხედვა იმ რეალობაზე, რომელსაც ახლა რუსეთის ტანკების გარეშე დარჩენილი ტანკისტები აცხდებიან, როცა მათ ფრონტზე აგზავნიან ისე თითქოს ჩვეულებრივი ქვეითები იყვნენ. და თუ ისინი ქვეითები არიან, მაშინ რუსეთი მათ ისე მოექცევა, როგორც დანარჩენ ქვეითებს. ისინი გახდებიან საზარბაზნე ხორცი. ციფრები ყველაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ მიდის რუსეთის მიდგომა, როცა ტანკებს ართმევს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ტანკების ეკიპაჟად ყავს გაწვრთნილი. ის 11 ტანკისტი, რომელთა დაღუპას ან გაუჩინარებასაც ანონიმური რუსი ჯარისკაცი ამხელს, მხოლოდ აისბერგის წვერია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, დრონების კედელი, რომლის აშენებაც უკრაინას დაახლოებით 880 მილიონი დოლარი დაუჯდა, საოცარი სისწრაფით ანადგურებს მოწინააღმდეგეს. მარტის თვეში მხოლოდ უკრაინამ დააფიქსირა 25300-ზე მეტი დადასტურებული მტრის დანაკარგი, რომელთა უმეტესობა უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ UAV-ების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგი იყო. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია E-Point სისტემაში, რომელიც უკრაინამ შექმნა იმისთვის, რომ დრონების ოპერატორები მაქსიმალურად ბევრ რუს ჯარისკაცს გაანადგურებდნენ. ეს სისტემა მუშაობს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტის მონაცემი ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც ეს სისტემა ამოქმედდა. ამიტომ უკრაინას უდიდესი როლი აქვს იმ მასშტაბური დანაკარგების გამოწვევაში, რომელსაც რუსეთი ამჟამად ბრძოლის ველზე განიცდის. მაგრამ თავად რუსეთი ამ ყველაფერს უფრო ადვილად ხდის, ვიდრე უნდა იყოს. აი რა ხდება მაშინ, როცა ტანკისტებს ფეხით ან ველოსიპედებით აგზავნი ბრძოლაში, რომლებიც ვერანაირ დაცვას ვერ უზრუნველყოფენ უკრაინის უზარმაზარი დრონების ჭკონების წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი გვაყენებს ერთ აშკარა კითხვას: რატომ ხდება ეს? სანამ პასუხს გაგცემთ, ეს არის The Military Show და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, რომელიც სათაურების მიერ მაიმალება. დაწმუნდით, რომ არხს გამოიწერთ, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ეხლა დაუბრუნდეთ კითხვას: რატომ? არსებობს 2 მიზეზი: შიში და დეფიციტი. დავიწყოთ შიშით. ტრახუბოვმა მიუთითა იმ პრობლემაზე, რომელსაც რუსეთის მეთაურები აცხდებიან თავიანთი ტანკისტების მხრივ. ამ მეთაურებს სურთ ტანკების გაგზავნა. ისინი სიამოვნებით დაბრუნდებოდნენ ომის იმ ვერსიასთან, რომელიც შეესაბამება მოძველებულ ტაქტიკას, რაც პუტინმა უკრაინაში 2022 წელს შემოიტანა. თუმცა რეალობა, რომელსაც ისინი უნდა შეეგუონ, ისაა, რომ ომი გაცილებით შორს წავიდა იმაზე, ვიდრე ეს ტაქტიკები 2022 წელს შეძლებს. ამის მიზეზი უკრაინის სასიკვდილო ზონებია. ის 20 კილომეტრი, სადაც რუსეთის ტანკები აღარ შედიან, სავსეა ისეთი თავდაცვითი საშუალებებით, რომლებიც რუსული ჯავშან ტექნიკისტვის ნამდვილი კოშმარია. უკრაინამ წლები დახარჯა იმავე რელიეფის უზარმაზარ მახეთ გადაქცევაში, რომელიც ამ ტანკებს უნდა გადალახონ. ამ სასიკვდილო ზონებში არის ყველა ტრადიციული ანტიტანკური თავდაცვა, რასაც ელოდებოდით. განაღმული ველები ყველგანაა და ისინი წამებში ანადგურებენ ტანკების მოხლუხოებს. დრაკონის კბილები და ანტიტანკური თხრილებიც ამ სასიკვდილო ზონებშია და მათი მიზანია რუსი ტანკისტების კიდევ უფრო შეფერხება. ტანკების ეკიპაჟების უმეტესობისთვის უბრალოდ არ არსებობს გზა ამ სასიკვდილო ზონების გავგავლით, იმ მანქანებით, რომლებსაც ისინი მართვა სწავლობდნენ. და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება ეკიპაჟებისთვის, რადგან უკრაინა აუნჯობესებს და ცვლის თავის სასიკვდილო ზონებს. გასულ დეკემბერში United 24 Media გაემგზავრა მრავალშვიანი სასიკვდილო ზონის გამაგრებულ სისტემაში, რომელიც უკრაინამ შექმნა, რათა ტანკები და ჯარისკაცები ყოველ ნაბიჯზე შეაჩეროს. უკრაინის მრავალი ინოვაცია მიმართულია იმაზე, რომ სასიკვდილო ზონებს მაქსიმალური სიღრმე ჰქონდეს, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ჯარისკაცებისა და ტექნიკის უფრო ფართოდ განაწილებას. ზოგ შემთხვევაში უკრაინას აქვს ერთ ჯარისკაცზე გათვლილი პოზიციებიც კი, და ამას ის იმიტომ ახერხებს, რომ მრავალშრიან სასიკვდილო ზონებში უზარმაზარი რაოდენობის დრონებსა და რობოტებს იყენებს. სპეციალური ჯგუფები ზემოდან, მაღალი სიმაღლიდან აკვირდებიან სასიკვდილო ზონებში მიმდინარე გადაადგილებებს და ამით იმ FPV დრონებს ეხმარებიან, რომლებიც უშუალოდ ანადგურებენ სამიზნეებს. როგორც კი ტანკი უკრაინის თავდაცვით ხაზებში მოხდება, სადაზვერო დრონების სიგნალს აგზავნიან. შემდეგ კი FPV დრონები უტევენ.
თუ რუსი ტანკისტები ცდილობენ თავდაცვითი ხაზების გვერდისავლით მოძრაობას, ისინი ღია გზაზე ხვდებიან, სადაც მათ არტილერია ან FPV დრონები ესვრიან, რომლებიც სამიზნეს 80%-ზე მეტ შემთხვევაში ზუსტად ხვდებიან. უკრაინამ ბევრი გაკვეთილი ისწავლა იმ გამაგრებული ნაგებობებიდან, რომლებიც მან და რუსეთმა წარსულში შექმნეს. სასიკვდილო ზონები, რომლებსაც ახლა ვხედავთ, საშინელი შხამია რუსული ტანკებისთვის. ჩვენ ადრე გითხარით, რომ არსებობს გარკვეული დამახინჯებული ლოგიკა რუსეთის გადაწყვეტილებაში, ტანკები წაართვას თავის ტანკისტებს. ამ ლოგიკაში გარკვეულ წარმოდგენას მიიღებთ, როცა მეც გაიგებთ სასიკვდილო ზონებზე. გულახდილად რომ ვთქვათ, ტანკების ამ სასიკვდილო ზონებში გაგზავნას აზრი არ აქვს. ისინი ადვილად გასანადგურებელი სამიზნეები არიან, ნელი მოძრავი ობიექტები, რომლებიც უკრაინის დრონებისთვის მარტივი სამიზნეებია. ეს ვნახეთ ბოლო რამდენიმე შემთხვევაში, როცა რუსეთმა ტანკების შეტევაზე გარისკა. 8 მარტს რუსეთმა სცადა მექანიზებული კოლონის გაგზავნა ფრონტის წინა ხაზზე მდებარე ქალაქ ჰულიაპოლას დასასხმელად. ამ კოლონაში იყო ტანკი, ჯავშან ტექნიკა და 2 ყველგანმავალი მანქანა. ეს კოლონა დიდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს განზრახ გაკეთებული იყო. შესაძლოა რომ რუსეთს რომ გაუმართლებოდა, ამ პატარა მექანიზებულ კოლონას შეძლებოდა სასიკვდილო ზონების გავლა და იმ ქალაქამდე მისვლა, რომლის მიზნადაც ჰქონდა დასახული. სპოილერის გაფრთხილება, რუსეთს არ გაუმართლა. როგორც უკრაინის 225 საჰაერო საიერიში პოლკმა გაამშავნა, უკრაინამ დააკვირდა რუსულ ჯავშან ტექნიკას და დრონების სერიით გაანადგურა იგი. ტანკზე და მანქანებზე მჯდომი ჯარისკაცებსაც არ გაუმართლათ, რადგან მათი ბოლო წამები სასუწარკვეთილი თავშესაფრის ძებნაში გავიდა, როცა უკრაინის დრონები მათ თავს დაატვდა. ესეთ შემთხვევები მთელი ფრონტის ხაზზე ხდება, როცა რუსეთი ცდილობს ტანკების გამოყენებას. ამიტომ რუსეთი ლოგიკურად იქცევა და ტანკებს უკან აჩერებს. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა უკრაინული სასიკვდილო ზონებისთვის რაიმე წინააღმდეგობის პოვნა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება იფიქროთ, რომ იმ ჯარისკაცების გაგზავნა, რომლებიც ადრე რუსეთის ტანკებს მართავდნენ, ამ ზონებში მაინც იქნებოდა ბოლო რამ, რასაც რუსეთი გააკეთებდა. ამგვარი ლოგიკა ზედმეტად გონივრულია. პუტინს ტერიტორიის დაპყრობა უნდა და ამის ერთადერთი გზა არის ჯარისკაცების იმ ტერიტორიაზე მიყვანა. ასე რომ ტანკებს უკან აჩერებენ, მაგრამ ჯარისკაცები მაინც მიიწევენ წინ. ის ჯარისკაცები საბოლოოდ არ მოჩნდებიან მდგომარეობაში, სადაც გამარჯვება შეუძლებელია. უმეტესობა კვდება მანამდე, სანამ ფრონტთან მიახლოებასაც კი შეძლებს. ჯარისკაცები, რომლებიც გადალახავენ სასიკვდილო ზონას და მოახერხებენ უკრაინის ხაზების მიღმა შეღწევას, იშვიათად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. პუტინის რწმენა, რომ ნებისმიერი ტერიტორია, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, შეიძლება რუსეთმა მიითვისოს, მოძველებულია და უბრალოდ არ ეხება უკრაინის ომს. სასიკვდილო ზონები ამის მტკიცებულებაა. ბევრი რუსი ჯარისკაცი შედის ამ ზონებში და სუსტ თავდაცვასაც აწყობენ. მათ მაინც ნადირობენ და იღუპებიან. იგივე ხშირად ეხება იმ შემოპარულებსაც, რომლებიც უკრაინის ხაზებს უკან ხვდებიან. ისინი ელოდებიან დამხმარე ძალებს, რომლებიც სასიკვდილო ზონებში იღუპებიან. მარაგები იწურება, უკრაინა მათ პოზიციებს ამოიცნობს. ისინიც იღუპებიან. უბრალოდ ცოტა უფრო დიდ ხანს ლებენ, ვიდრე მათი თანამებრძოლები. ამით მივდივართ მეორე მიზეზამდე. თუ რატომ აჩერებს რუსეთი თავის ტანკებს ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრით ან მეტით უკან? ეს მიზეზი ბევრად უფრო პრაქტიკულია. რუსეთს უბრალოდ არ აქვს საკმარისი ტანკები მასშტაბური მექანიზებული შეტევებისთვის. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, უკრაინასთან 4 წელზე ცოტა მეტი ბრძოლის განმავლობაში, 2024 წლის 16 აპრილამდე, რუსეთს დაუკარგავს 11866 ტანკი. თუნდაც მხოლოდ იმ დანაკარგებს შევხედოთ, რომლებიც ფოტოებითა და ვიდეოებით არის დადასტურებული, ეს რიცხვი 4000 აჭარბებს, რაც როგორც გამოცემა 1945 არ ნიშნავს, უფრო მეტია ვიდრე ტანკები, რაც უმეტეს ქვეყნებს ოდესმე ჰქონიათ. აშშ-ს მხოლოდ 4666 ტანკი აქვს, როგორც Global Firepower იუწყება, და ეს რიცხვი მას მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აყენებს. აშშ-ს ქვემოთ ყველა ქვეყანას 4000-ზე ნაკლები ტანკი აქვს. რაც ამ რიცხვებით გვინდა ვთქვათ ისაა, რომ რუსეთის ტანკების დანაკარგები არა მხოლოდ მნიშვნელოვნად დიდია, არამედ რეკორდულია. აცერ თანამედროვე ომში ამდენი ჯავშან ტექნიკა არ დაუკარგავთ და რუსეთი საბოლოოდ იწყებს ამ დანაკარგების სიმძიმის შეგრძნებას, რადგან თავისი ტანკების ბოლო რეზერვებს ხარჯავს. რუსეთი ცდილობს მეტი ტანკი ააშენოს. მას სურს თავისი ტანკისტები უკრაინაზე შეტევაზე გაგზავნოს იმ ჯავშან ტექნიკით, რომის გამოყენებაც მათ აქვთ ნასწავლი. თუმცა ქვეყნის საწარმოო ძალის ხმევა უბრალოდ ვერ ეწევა იმ ტანკების რაოდენობას, რაც რუსეთმა უკვე დაკარგა. Euromaidan პრესის მიხედვით რუსეთი ცდილობს წლიურად 422 ტანკის წარმოებას მიაღწიოს. ამისთვის მათი მტკიცებით წარმოების გასაძლიერებლად მეორე ქარხანა დაარსეს. თუმცა გამოცემა ამტკიცებს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ახალი ქარხანა ვერ ახერხებს T-80 ბოემე ტანკების ნულიდან წარმოებას, როგორც ეს იყო დაგეგმილი. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ ატრიან ძველ ტანკებს ნაწილებად, რომლებსაც იყენებენ თითქოს და ახალი მანქანების სასაწყობად. თუმცა სინამდვილეში ეს არის ძველი ტანკები, რომლებიც რუსეთს უკვე ჰქონდა საწყობში და ახლა უბრალოდ აღადგენენ. მაგრამ თუ კი ესეც არ იყოს ასე, წელიწადში 428 ტანკი მაინც კრემლში გამპაში ზარები უნდა რეკდეს. თუ უკრაინის მონაცემებს ან დადასტურებულ დანაკარგებს შევხედავთ, მაინც ჩანს, რომ რუსეთი ვერ აწარმოებს იმდენ ტანკს, რამდენი სჭირდება უკრაინაში დაკარგულების შესაცვლელად. 4000-ზე მეტი ტანკის დაკარგვის პირობებში რუსეთი საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 1000 ტანკს კარგავს. თუ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მართალია ეს რიცხვი წელიწადში 3000 ტანკს უახლოვდება, 428 ტანკი არც ერთ ამ რიცხვთან ახლოს არ არის.
და ეს ის რაოდენობა, რომლის წარმოებაც რუსეთს სურს, არა ის, რასაც რეალურად ამჟამად აწარმოებს. რუსეთის ტანკების მდგომარეობა ახლა იმდენად მძიმეა, რომ ის სულ უფრო მოძველებულ ჯავშან ტექნიკას იღებს საწყობებიდან, რათა შექმნას შტაბ-ჭრილება თითქოს უკრაინაში რაიმე სახის ტანკები ხდავს. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთი საბჭოთა ეპოქის ჯავშან ტექნიკას იყენებდა. ის ამას ომის თითქმის დასაწყისიდანვე აკეთებს. მაგრამ United 24 Media's ინფორმაციით, რუსეთი ახლა იმდენად შორს წავიდა, რომ უძველეს T-55AM ტანკებს, ეგრეთ წოდებულ კოპის გალიებს ამაგრებს დრონების იერიშების თავიდან ასაცილებლად. ეს ტანკები ჟანგიანი ჯართია, რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტი არსებობს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს არის წარმოებული. გონებას აშფოთებს იმის წარმოდგენა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ძველ ტანკებს ომში, სადაც უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ მისი დრონები ბევრად უფრო თანამედროვე ჯავშანსაც კი ადვილად ანადგურებს. ანტიდრონული გალიები ვერ უშველის. ეს უძველესი ტანკები 10 წლეულების წინ უნდა ჩამოეწერათ. ასე რომ რუსეთს ორმაგი პრობლემა აქვს, რამაც გამოიწვია ის, რომ სატანკო ნაწილები ბრძოლაში ტანკების გარეშე ჩააგდო. საწყობებში მარაგები იმდენად შემცირდა, რომ ტანკები აღარ ყოფნით. და თუნდაც საკმარისი ტანკები იყოს, უკრაინის საშინელი განადგურების ზონები იმდენად ეფექტური გახდა, რომ ტანკის იქ შეყვანა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენია. რუსეთი გაჭედილია. თუ შეიყვანს ტანკს, განწირულია და თუ ვერ შეიყვანს, მაინც განწირულია. და ამ ყველაფრის ფონზე უკრაინა აჩვენებს, რომ ცოტა გამჭრიახობაც კი დიდ შედეგს იძლევა, როცა ცდილობ გამოიყენო იარაღი, რომელიც ომმა შენს მიწაზე მოძველებულად აქცია. უკრაინასაც ხავს ტანკები. ისევე როგორც რუსული ტანკები, უკრაინის ტანკებიც იმავე საფრთხის წინაშე დგანან. თუ ისინი ძალიან მიუახლოვდებიან რუსულ პოზიციებს, FPV დრონების თავდასხმის რისკი არსებობს. მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა პრობლემას ხედავს და გამოსავალსაც პოულობს. ამჟამად უკრაინა თავის Leopard 1A5 ტანკებს თვითნაკეთ საარტილერიო დანადგარებად გარდაქმნის, რომლებსაც 12 კილომეტრის სიშორე აქვთ და ახალი კოშკურების დაყენების შემთხვევაში 18 კილომეტრსაც მიაღწევენ. ამ სტრატეგიით ტანკების სასიკვდილო ზონებში გატარებისა და პოზიციებზე გაყვანის სირთულე ქრება. უკრაინის ტანკები, რომლებიც რუსული დრონებისგან თავდაცვის სისტემებითაა აღჭურვილი, უბრალოდ ერთ ადგილზე დარჩებიან, შორიდან ისვრიან და შემდეგ ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებენ. რაც შეეხება რუსეთს, ის უბრალოდ აგზავნის ტანკისტებს სასიკვდილო ზონებში, რომ ფეხით ან ველოსიპედით დაიღუპონ. ეს ზუსტად ასახავს განსხვავებას უკრაინისა და რუსეთის ომის მიდგომებს შორის. და სანამ უკრაინა თავის ტანკებს ეფექტურად იყენებს, ის ასევე ტანკით ტანკის განადგურებასაც ახერხებს, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. დამყარებულია რეკორდი და ეს შესაძლებელი კიდევ ერთმა ლეოპარდმა გახადა. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ანალიზი რუსეთის უახლესი ტაქტიკური შეცდომების შესახებ უკრაინაში. მადლობა ყურებისთვის.